ეს უკვე კოლაფსია. ფაქტობრივად პუტინმა ტრამპს სახეში შეაფურთხა. ევროპელები იძულებულნი არიან ითამაშონ ეს თამაში, რადგან სწორედ ტრამპის ხელშია ტომაჰავკის რაკეტები. ამერიკის პრეზიდენტი იმეორებდა манტრას, რომ პუტინს ამ ომის დასრულება სურს ისევე, როგორც ზელენსკის და ტომაჰავკების საკითხსაც კიდევ ერთხელ მოხერხებულად აუარა გვერდი. არ ვიცი რა აიძულებს მას. მე ვფიქრობ, მას გარიგება სურს. სულ ეს არის. ტომაჰავკების სერიოზული რამაა. ჩვენს გვინდა ტომაჰავკები. ჩვენ არ გვინდა დავთმოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება. ეს არის რუსული ეკონომიკის საერთო არტერიის პოტენციური გადაჭრა. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია და მათ გარკვეული შედეგები მოხვდება. მაგრამ მაინც ისინი მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედებენ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ნაკლები ფული ნიშნავს ნაკლებ რაკეტას, ნაკლებ დრონს და ნაკლებ ჭურვს. რუსეთი ყოველდღე გვესხმის თავს. ჩვენ ვიყენებთ ინოვაციებს და ვიცავთ თავს საჰაერო თავდაცვით, ვერტმფრენებით, F-16-ებით, ბევრი სხვადასხვა რამით, მაგრამ ეს არასდროს არის საკმარისი. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. დღეს ვისაუბრებთ წინა კვირაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავზე, რომელიც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრით დაიწყო და საბოლოოდ რუსეთის ნავთობგიგანტების სანქციებით დასრულდა. ის, რასაც ჩვენ 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვუყურებთ, უბრალოდ ომი არ არის. ეს არის 21 საუკუნის ძალისმიერი პოლიტიკის სასტიკი ანატომია. გაკვეთილი, რომელიც უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად იწერება. ეს არის პროცესი, სადაც ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ რუსეთის შიშველ რევანშისტულ იმპერიალიზმს, რომელიც სასტიკად ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი გავლენის ყოფილ სფეროზე და მეორე მხრივ კი შეერთებული შტატების ცივ ტრანზაქციულ დოქტრინას, რომელიც ეგრეთ წოდებულ მოკავშირეობას განიხილავს არა როგორც ფასეულობას, არამედ როგორც ბიზნეს გარიგებას. ბოლო დღეებმა კონფლიქტის დინამიკის დრამატული ცვლილება გვიჩვენა. დავიწყოთ ზელენსკი-ტრამპის შეხვედრის ანალიზი. შეხვედრის, რომელმაც შეერთებული შტატების დამზაფრავი, ცინიკური სახე გამოავლინა. ყველაფერი გასულ პარასკევს, 17 ოქტომბერს ოვალურ კაბინეტში დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში იმედებით ჩავიდა. მისი მიზანი იყო ტრამპი დაეყოლიებინა მძლავრი და ზუსტი იარაღის უკრაინისთვის გადაცემაზე. თუმცა როგორც ჩანს, ის მზად არ იყო იმისთვის, რაც მას თეთრ სახლში დახვდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს არ იყო მოკავშირეების შეხვედრა. არამედ დაძაბული, ფეთქებადი და მომენტებში ყვირილის რეგისტრში გადასული დაპირისპირება. ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპმა მედიასთან ისაუბრა, სადაც საკუთარ თავს გარიგებების გამჩარხავი და ომების დამასრულებელი უწოდა. მან ასევე მოყვა პუტინთან სატელეფონო ზარისას განხილულ საკითხებზე. უკვე აქვე ჩანდა, რომ ტრამპი უკრაინისთვის ტომაჰავკების გადაცემის საკითხს სერიოზულად არ ეკიდებოდა. თქვენ განაცხადეთ დიდი პროგრესის შესახებ. შეგიძლიათ ცოტა რამ გითხრათ ამაზე? ეს იყო პუტინის ტონის ცვლილება. რამე ახალი გითხრათ? რამე გზავნილი გადმოგცათ? თქვენ ხვალ პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრებით. მე ასე მეჩვენება, რომ იცით, შეხედეთ, ეს მხოლოდ გარიგებაა. ეს არის ის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი. მე გარიგებებს ვხვდებდი. მე ვიცი გარიგებების შესახებ. კარგად გამომდის. გულწრფელად რომ თქვა, არ მგონია რომელიმე პრეზიდენტს ოდესმე ომი დაესრულებინა. ერთი ომიც კი. მე 8 დავასრულებ. ბუშმა ოდესმე დაასრულა რომელიმე. ფიქრობთ ბაიდენმა ომი დაასრულა? ბაიდენმა ომები დაიწყო, იმიტომ რომ სულელი იყო, მაგრამ არავინ ვიცი, ვისაც ომები დაესრულებინოს. მე 8 დავასრულებ. ეს მეცხრე იქნება, ვფიქრობ ამასაც მალე მოვაგვარებთ იმედია. მაგრამ მე მას ალბათ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შევხვდები. ჯერ მარკო შევხვდება და ვიცე-პრეზიდენტი, როგორც იცით, ძალიან აქტიურად არის ჩართული, მთელი გუნდია ჩართული, სტივ ვიტკოფით ჩაერთება. რა უთხარით პუტინს ტომაჰავკების შესახებ? განიხილეთ ტომაჰავკის რაკეტები? ამაზე ცოტა ვისაუბრეთ. ბევრი არაფერი გვითხავს, მაგრამ გეტყვით, იცით, ტომაჰავკები ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება. ჩვენ ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ვგულისხმობ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მარაგები დავცვალოთ, ასე რომ იცით, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან ძლიერია, ძალიან ზუსტია, ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენც გვჭირდება. ამიტომ არ ვიცი რისი გაკეთება შეგვიძლია. საკითხში ჩახედული წყაროების ცნობით, ტრამპი ზელენსკისთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე სწორედ პუტინის თეზისებს იმეორებდა. ტრამპმა, რომელსაც ფრონტის ხაზის რუკები წარუდგინეს, გავრცელებული ინფორმაციით ისინი განზე მოისროლა და ზელენსკის მოსთხოვა რუსეთისთვის დონბასის თლიანი რეგიონი დაეთმო. მან ეს ბინარულ არჩევნად წარმოადგინა და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, ან გარიგებას დადებ, ან განადგურდებიო. და ასევე დაამატა, რომ თუ პუტინი მოინდომებს, მას უკრაინის განადგურება შეუძლია.
ეს არის იმპერიული ბულინგი, სადაც ერთი შეხედვით მოკავშირე თავდაცვის გარანტიებს კი არ გთავაზობს, არამედ აგრესორის სახელით გემუქრება. ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დროს მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ამერიკის პრეზიდენტი იმეორებდა მანტრას, რომ პუტინს ამომის დასრულება სურს ისევე, როგორც ზელენსკის და ტომაჰავკების საკითხსაც კიდევ ერთხელ მოხერხებულად აუარა გვერდი. Თქვენი აზრით, როგორც ბატონმა ზელენსკიმ თქვა გუშინ, ტომაჰავკების და დანახარჯების საფრთხე ეს არის ის, რაც პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან სვამს. ის ფაქტი, რომ ეს ერთგვარი არ ვიცი რა აიძულებს მას. მე ვფიქრობ, მას გარიგება სურს. სულ ეს არის. არ შემიძლია გითხრათ რა აიძულებს მას. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე მოქმედებს, მაგრამ ეს საფრთხე ყოველთვის არსებობს. ტომაჰავკების სერიოზული რამაა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა. ჩვენს გვინდა ტომაჰავკები. ჩვენ არ გვინდა დავთმოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება. რა მოხდება, თუ ბატონი პრეზიდენტი პუტინი არ დათანხმდება მშვიდობას უკრაინაში? მაშინ რას იზამთ? ვნახოთ რა მოხდება. იცით რა, მე ვფიქრობ ის დათანხმდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს ომის დასრულებას სურს. თორემ მე ასე არ ვილაპარაკებდი. მე ვფიქრობ, მას ომის დასრულებას სურს. მე მას გუშინ 2 საათნახევანი ველაპარაკე. ჩვენ ბევრი დეტალი განვიხილეთ. მას სურს, რომ ეს დასრულდეს. მე ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისაც სურს, რომ ეს დასრულდეს. მაგრამ ისმის კითხვა, მაინც რატომ შეიცვალა ტრამპის რიტორიკა ასე უცებ? ბოლო ხანებში ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდა. ამბობდა, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების უკან დაბრუნება. თქვენმა უმეტესობამ ნახა განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ გავავრცელე და მიხარია, რომ მიიღეთ. მაგრამ მე ასე უგრძნობ, მე ნამდვილად ასე უგრძნობ. დაიბრუნა თავიანთი მიწა. ხო, ასე რომ ნახოთ, როგორ გამოვა ეს ყველაფერი. ეს საშინელი ომია. უნდა დასრულებულიყო და რუსეთს უნდა შეეჩერებინა. მაგრამ უკვე 3 წელიწად ნახევარია იბრძვიან და ამ დრომდე ამას მიაღწიეს. ასე რომ ნახოთ რა მოხდება. მაგრამ მეორე მხარესაც შეუძლია ბრძოლა და მათ ეს დაამტკიცეს. შეიძლება რუსეთი ქაღალდის ვებხვია. არ ვიცი რა არიან, მაგრამ 3 წელიწად ნახევარი ბრძოლა და ყველას ხოცვა, კვირაში 7000 ადამიანის მოკლა არაფრის გულისთვის. არაფრის გულისთვის. ტრამპის რიტორიკის სრულების გასაგებად უნდა გავიხსენოთ მისი საუბარი პუტინთან 16 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყურადღება მახვილდებოდა პუტინზე და მის პროტესტზე, უკრაინისთვის ტომაჰოკის ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით, ახლა ცხადია, რომ პუტინმა ასევე ხელახლა წამოჭრა ტერიტორიული შეთანხმების საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ტრამპს შესთავაზა ძველი გარიგების ჩარჩო. ანუ უკრაინა თმობს დონბასის დანარჩენ ნაწილს, ხოლო რუსეთი გადის ზაპოროჟიესა და ხერსონის ზოგიერთი რაიონიდან, რომლებსაც სრულად არც კი აკონტროლებს. ტრამპის მიერ სამიზნის ცვლილება ადრეც არაერთხელ მოხდარა. როდესაც მაგალითად ტრამპი ზელენსკის შეხვედრის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტელეფონით პუტინს ესაუბრებოდა ხოლმე ან ექცეოდა სტივ უიტკოფის გავლენის ქვეშ, რომელიც ასევე მოჯადოებულია პუტინის პიროვნებით. ამ შემთხვევაშიც ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო სტივ უიტკოფი, რომლის სანდოობა სხვათა შორის ჯერ კიდევ ალასკის სამიძე შეირყა. როცა პუტინთან შეხვედრისას მან ვერ გაარჩია მისი თარჯიმანი ამერიკელი იყო თუ რუსეთის დაზვერვის ოპერატიული მუშაკი. ეს არც არის გასაკვირი. უიტკოფი უბრალოდ ტრამპის მეგობარი და უძრავი ქონების მაგნატია. სწორედ ეს არის ტრამპის დოქტრინის არსიც. დიპლომატია კვდება და მას ცვლის პირადი გარიგებები. გადმოცემით, სწორედ უიტკოფმა გააძლიერა პუტინის არგუმენტი და უხეშად განაცხადა, რომ რადგან დონბასში ხალხის უმეტესობა რუსულად საუბრობს, ტერიტორია რუსებს უნდა გადასცენ. ეს არის კატასტროფულად არასწორი და ცინიკური წაკითხვა რეგიონის სირთულისა, რომელიც პუტინს აძლევს პლაცდარმს განაგრძოს აგრესიული ომი გაზრდილი ზეწოლის გარეშე. ტრამპი უკვე ზელენსკისთან შეხვედრის წინ ამბობდა, რომ დაგეგმილი იყო მისი და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში. თუმცა თეთრმა სახლმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება. თავად ტრამპმა კი შემდეგი რამ განაცხადა. არა, მე არ მინდა რომ ეს ფუჭი შეხვედრა იყოს. არ მინდა დროის ფუჭი კარგვა. ასე რომ ნახოთ რა მოხდება. მაგრამ ჩვენ ეს ყველა შესანიშნავი გარიგება დავდეთ. შესანიშნავი სამშვიდობო გარიგებები. ეს ყველაფერი სამშვიდობო გარიგებებია. შეთანხმებები, მყარი შეთანხმებები, თითოეული მათგანი. მაგრამ ეს კონკრეტული ომი და მე ვთქვი მიდით ფრონტის ხაზზე, მიდით ბრძოლის ველის ხაზებამდე. და თქვენ უკან იხევთ, სახში მიდიხართ და ყველა ისვენებს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ორი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს ხოცავს, ორი ქვეყანა, რომელიც კვირაში 5-დან 7,000-მდე ჯარისკაცს კარგავს. ასე რომ ნახოთ რა მოხდება.
ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მოსკოვმა უარყო კონფლიქტის არსებული ხაზების გასწვრივ გაყინვის პრინციპი, რაც ტრამპის ახალი შემოთავაზებაა და რომელსაც სხვათა შორის დადებითად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკი. თუმცა მან ასევე დაამატა, რომ ეჭვი აქვს პუტინი ამ შემოთავაზებას უარყოფს, რაც დადასტურდა კიდეც. ჩვენ 2 საათზე მეტი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ძალიან ბევრი დეტალი. ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები ეხებოდა იმას, თუ როგორ დავიცვათ თავი, როგორ გქონდეს ერთიანობა და უსაფრთხოების გარანტიები. და ასევე შეერთებული შტატების ადგილს, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გადავიდეთ ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. გულისხმობ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, დიპლომატიურ გზას, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინს. სწორედ ამიტომ გქონდა ასეთი ხანგრძლივი საუბარი. ჩვენი საუბრის შემდეგ თქვენ ნახეთ ტრამპის საჯარო გზავნილები. მან შემოგთავაზა, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ და დავიწყოთ მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ, ეს კარგი კომპრომისი იყო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ამას მხარს დაუჭერს და ეს პრეზიდენტსაც უთხარი. რუსულმა ნონ-პეიპერმა, არაოფიციალურმა დოკუმენტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაეცა, კვლავ დაადასტურა რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები, ანუ დონბასის სრული კონტროლი. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ტრამპის წინადადება და განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებში კვლავ უცვლელი რჩება. ფაქტობრივად პუტინმა ტრამპს სახეში შეაფურთხა. როგორც ყოველთვის სცენარი მეორდება. პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის. მან სამიტის დაპირება ზელენსკიზე ზეწოლისთვის გამოიყენა და როდესაც ტრამპის გუნდმა უკრაინის კაპიტულაცია კვლავ ვერ უზრუნველყო, ის უბრალოდ თამაშიდან გავიდა. და როდესაც დიპლომატიური თამაში ჩაიშალა, კრემლმა დაუყოვნებლივ ამოქმედა ერთადერთი ენა, რომელიც ესმის ტერორი. ბუდაპეშტის სამიტის ჩასვლის შემდეგ რუსეთმა ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერიში განახორციელა. 14 საათიანი ერიში 405 დრონისა და 28 რაკეტის გამოყენებით. მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა, რის გამოც მრავალი რეგიონი სიბნელე მშთანდა. მაგრამ ადამიანური ფასი კიდევ უფრო მძიმეა. მარტო კიევში 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, 12 წლის გოგონა და 6 თვის ჩვილი. ხარკოვში საბავშვო ბაღი დაზიანდა. მხოლოდ პერსონალის სწრაფმა მოქმედებამ, რომელმაც 48 ბავშვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოასწრეს, თავიდან აიცილა უდიდესი ტრაგედია. გავიგეთ ძლიერი აფეთქების ხმა და შუშა უბრალოდ ცვიოდა. შუშა და წვიმა. თითქოს ყველაფერი იწვის და წვეთებიც. უბრალოდ ცეცხლოვანი წვეთები იყო. საშინელება იყო, რა თქმა უნდა. ბავშვები და არ გვეგონა თუ ასეთი რამ ჩვენს რაიონში შეიძლებოდა მომხდარიყო. შევჩენკოვსკის რაიონი. დიახ. ეს ომის თამდევიზიანი არ არის. ეს მიზანმიმართული სტრატეგია. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, კიდევ ერთი ღამე, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ განიცდის საკმარის ზეწოლას, რათა ომის გაჭიანურებაზე ხელი აიღოს. რუსეთი ყოველდღე გვესხმის თავს. ჩვენ ვიყენებთ ინოვაციებს და ვიცავთ თავს საჰაერო თავდაცვით, ვერტმფრენებით, F-16-ებით, ბევრი სხვადასხვა რამით, მაგრამ ეს არასდროს არის საკმარისი. ჩვენ მადლობლები ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და ვისაუბრეთ მის გაგრძელებაზე 2026 წელს. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსეთი არ ჩერდება და ამიტომ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ ყველამ ევროპელმა პარტნიორებმა და შეერთებულ შტატებთან ერთად. უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინზე. ისინი თავს დაესხნენ. ახლა ხან მივიღებ ბოლო დეტალები. ჩვენ არ ვიცოდით, რადგან თვითფრინაში ვიყავით. ისინი თავს დაესხნენ საბავშვო ბაღს ხარკოვის ცენტრში. ღმერთმა დალოცოს ყველა ბავშვი, ვინც იქიდან ცოცხალი გამოვიდა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ხვდებით თუ რა ხდება. სკანდალის შემდეგ ტრამპი ცდილობს სახე შეინარჩუნოს. მისი ახალი საჯარო პოზიცია გაყინვა არსებული ხაზების გასწვრივ, რომლითაც, როგორც მან მცდარად განაცხადა, რუსეთს დონბასის 78% დარჩება. და ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება. ისტორია კი თავად გადაწყვეტს. დაწერა მან თავის სოციალურ პლატფორმაზე. ეს არის ცინიკური ხაფანგი. ხაზების ახლა გაყინვა ნიშნავს სტრატეგიულად სასიცოცხლო ტერიტორიის დათმობას, რომლის დასაპრობადაც რუსეთმა თვეები და 100,000-ობით ჯარისკაცი შესწირა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი თავისუფალ ანალოგიას ავლებს დასავლეთ გერმანიასთან ცივი ომის დროს, ვარაუდობენ რა, რომ არაოკუპირებული უკრაინა შეიძლება აყვავებულ
ევროკავშირში ინტეგრირებულ სახელმწიფოდ იქცეს, ეს უგულებელყოფს დაუყოვნებლივ სამხედრო საფრთხეს. გაყინული კონფლიქტი მშვიდობა არ არის. ეს არის პაუზა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გადაიარაღდეს და ენერგია მოიკრიბოს აგრესიის შემდეგი რაუნდისთვის. ამასთანავე მილიონობით უკრაინელს მუდმივი ოკუპაციის ქვეშ ტოვებს. და რას აკეთებს ამ დროს ევროპა? ევროპა შეშინებულია. ზელენსკისთან ზარის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა კოორდინირებული განცხადება გაავრცელეს. ეს დოკუმენტი დიპლომატიური აბდაუბდის კლასიკური ნიმუშია. ისინი ერთდროულად მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და იქვე იმავე წინადადებაში ამატებენ, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს. ეს არის სასოწარკვეთილი დიპლომატიური სვლა. როგორც მიმოხილველები აღნიშნავენ, ევროპელებმა ისწავლეს, რომ ტრამპთან საუბარი პირფერობით უნდა დაიწყო. თქვენ ბრძენი ხართ, ეს კარგი იდეაა და მხოლოდ ამის შემდეგ სცადონ მისი პოზიციის შეცვლა. ევროპელები იძულებულნი არიან ითამაშონ ეს თამაში, რადგან სწორედ ტრამპის ხელშია ტომაჰავკის რაკეტები, რომლებიც უკრაინას სასიცოცხლოდ სჭირდება. ევროპის სტრატეგია სამმხრივია. მოითხოვონ მეტი იარაღი უკრაინისთვის, დაასრულონ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი და რაც მთავარია, წინ წაწივენ გეგმები გაყინული რუსული აქტივებიდან 140 მილიარდი ევროს გამოყენების შესახებ უკრაინისთვის სარეპარაციო სესხის სახით. რომ განვავრცოთ, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ძალიან თამამი და საკამათო გეგმა. როგორ დააფინანსონ უკრაინა ახლა, როცა ამერიკის დახმარება შემცირდა და ომი უკვე წლებია გრძელდება. მაგიდაზე დევს წინადადება, რომელსაც რეპარაციების სესხი უწოდეს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინამ დაუყოვნებლივ მიიღოს 140 მილიარდი ევრო, რომელიც აღებული იქნება რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივებიდან. ეს უზარმაზარი თანხა დაახლოებით 185 მილიარდი ევრო ამჟამად ბელგიაში, ფინანსურ ინსტიტუტში სახელად Euroclear არის გაყინული. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. საერთაშორისო კანონმდებლობით ერთი ქვეყნის კუთვნილი აქტივების პირდაპირი კონფისკაცია თითქმის შეუძლებელია, თუნდაც ის აგრესორი იყოს. ამიტომ ევროკავშირმა მოიფიქრა რთული იურიდიული სქემა. ისინი კი არ ჩამოართმევენ რუსეთს ფულს, არამედ ისესხებენ მას Euroclear-ისგან. ამ ფულს გადასცემენ უკრაინას როგორც უპროცენტო სესხს, იმ პირობით, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევი ამოვალს მოსკოვისგან მიღებული რეპარაციებით დაფაროს. იმისთვის, რომ Euroclear-ი და ბელგია დაცულად გრძნობდნენ თავს, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა გახდება ამ სესხის გარანტორი. ამ გეგმას ორი მთავარი პრობლემა აქვს. პირველი, ის მთლიანად ეფუძნება იმედს, რომ უკრაინა ომს მოიგებს და რუსეთი დათანხმდება რეპარაციების გადახდას. თუ მოსკოვი უარს იტყვის, მაშინ ევროპელ გადამხდელებს მოუწევთ ამ 140 მილიარდი ევროს საკუთარი ჯიბიდან გადახდა. მეორე პრობლემა რეაქციებია. რუსეთი გაწოფებულია ამ გეგმას საუკუნის ქურდობას უწოდებს და მტკივნეული პასუხით იმუქრება. иммунитете, неприкосновенности активов центральных банков. რუსული სახსრები Euroclear-ში განთავსდა გარკვეული პირობებით, რომლებიც შემდეგ ბრიუსელმა ცალმხრივად საკანონმდებლო დონეზე შეცვალა, რათა ჩვენი ოქროსა და სავალუტო რეზერვები მიეთვისებინა. ეს პირდაპირი ტყუილია, ეს ძარცვაა. ბრიუსელის ნებისმიერი კონფისკაციური ინიციატივა გამოიწვევს გარანტირებულ და მტკივნეულ პასუხს. ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო ურთიერთობებში, ურთიერთგაგების პრინციპის სრული დაცვით, საკუთარი ინტერესებიდან და რუსეთისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების აუცილებლობიდან გამომდინარე. თავად ბელგიაც ძალიან ერუულობს, რადგან ეშინია, რომ რუსეთი Euroclear-ს უჩივლებს და ფინანსურ ქაოსს გამოიწვევს. ბელგია თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკს ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანაბრად გაიზიარებს. ევროკავშირში ძალთა სხვადასხვაობა. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აღფრთოვანებულები არიან. ფინეთის პრეზიდენტმა მას გენიალური უწოდა. მაგრამ უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც მოსკოვთან უფრო დაახლოებულნი არიან, სავარაუდოდ გეგმას ვეტოს დაადებენ, რადგან რუსეთის აპასუხო ზომების ეშინია. და ბოლოს, მაშინაც კი თუ გეგმა დამტკიცდა, წევრები უკვე დაობენ იმაზე, თუ რაში უნდა დახარჯოს უკრაინამ ეს ფული. გერმანია მოითხოვს, რომ თანხა მხოლოდ ევროპული იარაღის შესაძენად გამოიყენონ. საფრანგეთი და ბრიუსელი უბრალოდ ბიუჯეტის შევსების მომხრეები არიან. თავად უკრაინა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ შეზღუდვას და აცხადებს, რომ მსხვერპლმა და არა დონორებმა უნდა გადაწყვიტონ სად მიმართონ რესურსები. თავდაცვაში, რეკონსტრუქციაში თუ მსხვერპლთა კომპენსაციებში. ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ აქტივები უნდა მოხმარდეს უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და
რუსეთის შეტევებზე საპასუხო დარტყმების უზრუნველყოფას. ჩემი პოზიციაა, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის რუსული ფული უკრაინული წარმოებისთვის და გავზარდოთ ის. ეს უფრო იაფი და სწრაფია. ჩვენ ვსაუბრობთ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე. ეს ეხება დრონებს, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს და რაკეტებს. ეს მათზე რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი გზაა. სხვათა შორის მათ ძალიან ეშინიათ, რომ ევროპა ამ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გზაა გაყინული აქტივების გამოყენება. ჩვენ შორის რომ ვთქვათ, არა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხებისთვის. დიახ, იმიტომ რომ ისინი თავს გვესხმიან. ჩვენ გვჭირდება თავის დაცვა და პასუხის გაცემა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი კვირის ბოლოს მოხდა, როდესაც ბუდაპეშტის სამიტის ჩაშლით იმედგაცრუებულმა ტრამპმა 22 ოქტომბერს მოსკოვს ახალი, უპრეცედენტოდ მძიმე სანქციები დაადო. მე უბრალოდ ვიგრძენი, რომ დრო მოვიდა. ჩვენ დიდხანს ველოდით. მე ვფიქრობდი, რომ ამას ახლო აღმოსავლეთზე ბევრად ადრე გავაკეთებდით. რატომ გჯერათ, ბატონო პრეზიდენტო, რომ სანქციები, რომლებსაც დღეს აცხადებთ, პუტინს უბიძგებს? არ ვიცი, უბიძგებს თუ არა, ფიქრობ, მათ ნამდვილად ექნებათ გავლენა. ეს მასიური სანქციებია. ეს არის სანქციები ნავთობზე, ორ უმსხვილეს სანავთობო კომპანიაზე, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, მაგრამ ისინი რუსულია, ისინი ბევრ ნავთობს აწარმოებენ და იმედია, ეს მას უბიძგებს, იმედია ის გონიერი გახდება და იმედია ზელენსკიც გონიერი იქნება. იცით როგორც იტყვიან, ტანგოს ორი ჭირდება. ეს ტრამპის მეორე ვადის პირველი სანქციებია რუსეთის წინააღმდეგ და დარტყმა პირდაპირ კრემლის ეკონომიკის გულში განხორციელდა. სამიზნე გახდა ორი უმსხვილესი ენერგეტიკული გიგანტი, როსნეფტი და ლუკოილი. კომპანიები, რომლებიც ფაქტობრივად ომის მანქანას აფინანსებენ. კრემლის რეაქციამაც არ დააყონა. ვლადიმერ პუტინმა სანქციებს არამეგობრული აქტი უწოდა და თქვა, რომ არც ერთი თავმოყარე ქვეყანა ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებებს არ იღებს. Now regarding the new sanctions, first of all, there is nothing new here. რაც შეეხება ახალ სანქციებს, პირველ რიგში აქ ახალი არაფერია. დიახ, მათ ჩვენთვის სერიოზული ხასიათი აქვთ. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია და მათ გარკვეული შედეგები მოხვება. მაგრამ მაინც ისინი მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედებენ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ეს რა თქმა უნდა რუსეთზე ზეწოლის მცდელობაა, მაგრამ არც ერთ თავმოყარე ქვეყანას და არც ერთ თავმოყარე ხალხს არასდროს არაფერი გადაუწყვეტია ზეწოლის ქვეშ. და რა თქმა უნდა რუსეთს აქვს პრივილეგია, რომ თავი იგრძნოს და ჩათვალოს თავმოყარე ქვეყნებისა და ხალხების ამ სიაში. Of self-respecting countries and peoples. პუტინმა ხაზი გაუცვა ტომაჰავკების საკითხსაც. თუ უკრაინა შორი რადიუსის რაკეტებს მიიღებს, პასუხი გამაოგნებელი იქნება. აქ სულ ასე ხდება. გუშინ მოვისმინეთ ესკალაციის მცდელობა, მაგრამ თუ ასეთი იარაღით განქორწილდება დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, პასუხი იქნება ძალიან სერიოზული. რომ არ თქვათ, გამაოგნებელი. და ამაზე დაფიქრდნენ. დიახ. მაგრამ მთავარი კითხვა აქამდე ეს იყო. იმუშავებს კი ეს სანქციები, თუ რუსეთი ნავთობს მაინც გაყიდის, მაგალითად ჩინეთსა და ინდოეთში. ამ კითხვას პასუხი 24 ოქტომბერს გაეცა. საინფორმაციო სააგენტო როიტერის ცნობით, ტრამპის სანქციებმა მყისიერი ეფექტი გამოიწვიეს. მეორადი სანქციების შიშით ჩინეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობ კომპანიებმა, პეტროჩაინამ და სინოპეკმა რუსული ნავთობის შესყიდვები უკვე შეაჩერეს. გაჩერდა ინდოეთის უმსხვილესი კერძო ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაც და როიტერის წყაროების ცნობით იმავე გადაწყვეტილებისთვის ემზადებიან სახელმწიფო კომპანიებიც ინდოეთში. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. ჩინეთი და ინდოეთი ერთად აღებული რუსული ნავთობის ექსპორტის 60%-ზე მეწყიდულობდნენ. ხოლო როგორც სააგენტოს წყარო ამბობს, მოსალოდნელია მასიური კლება. აქამდე დაწესებული სანქციები იყო ნელი მოხრჩობა. რუსეთი ადაპტირდა ევროპის ბაზარი ჩინეთითა და ინდოეთით ჩაანაცვლა, ხოლო ის რაც ახლა ხდება, სულ სხვა რამეა. ეს არის რუსული ეკონომიკის საერთო არტერიის პოტენციური გადაჭრა. პირველი, ეს არის ეკონომიკური შოკი. თუ ინდოეთის და ჩინეთის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდა, რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის შემოსავლების 60%-ს ერთ დღეში კარგავს. ეს არ არის დანაკლისი, რომლის კომპენსირებაც შეიძლება. ეს უკვე კოლაფსია. რეკორდულ სამხედრო ხარჯებზე გათვლილი ბიუჯეტი ფულის გარაშე რჩება.
რაც რუბლის თავისუფალ ვარდნას და ჰიპერინფლაციას გამოიწვევს. მეორე, პუტინის გეოპოლიტიკური მარცხი. პუტინმა მთელი თავისი სტრატეგია მრავალპოლუსიანი სამყაროს იდეაზე და იმაზეა აგო, რომ ჩინეთი ზურგს არ შეაქცევდა. ეს ნაბიჯი ამტკიცებს, რომ პეკინისთვის ამერიკულ ბაზარზე წვდომა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვის ბრჭყალებში გადარჩენა. პუტინი შეიძლება დარჩეს მარტო გლობალური სამხრეთის რეალური მხარდაჭერის გარეშე. და მესამე, პირდაპირი ეფექტი ბრძოლის ველზე. რუსეთის ხანგრძლივი ომის სტრატეგია, ანუ იმედი, რომ ისინი ეკონომიკურად უფრო დიდხანს გაუძლებდნენ, ვიდრე დასავლეთი უკრაინის დაფინანსება შეძლებდა, შეიძლება თავდაყირად ადგეს. ახლა დრო კრემლის წინააღმდეგ მუშაობს. ნაკლები ფული ნიშნავს ნაკლებ რაკეტას, ნაკლებ დრონს და ნაკლებ ჭურვს. ტრამპის ადმინისტრაციამ ცხადია ეს ყველაფერი იცის და ისინი იყენებენ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ბერკეტს, რათა რუსეთის ტემპები საომარ მოქმედებაში რაც შეიძლება მეტად შეანელონ და აიძულონ ის მაქსიმალისტური მოთხოვნები უკან წაიღონ. მას შემდეგ, რაც პუტინმა სანქციების შესახებ განაცხადა, რომ თითქოს ისინი გავლენას ვერ მოახდენენ რუსეთის მიზნებზე, ტრამპმა დამცინავად და ცინიკურად უპასუხა. მიხარია, რომ ის ასე გრძნობს თავს. ეგ კარგია. 6 თვის შემდეგ შეგატყობინებთ ამის შესახებ. სავარაუდო სცენარი ასეთია. ეს არის გარდამტეხი დარტყმა, რომელიც შესაძლოა რუსეთს აიძულებდეს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებებს უკიდურესად სუსტი პოზიციიდან შეუერთდეს. ეს არის კლასიკური ძალისმიერი დიპლომატია, რომელმაც პუტინი შესაძლოა შამათის მდგომარეობაში ჩააყენოს. ერთი რამ ნათელია, უკრაინას წინ რთული გზა ელის, თუმცა მათ სიტყვებზე მეტი სჭირდებათ. შორმანძილზე მოქმედი იარაღი და ურყევი ფინანსური მხარდაჭერა, რათა დაიცვან თავისი სუვერენიტეტი აგრესორისგან, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის. დაგიბრუნდებით შემდეგ კვირას, თქვენი მოსაზრებები დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ მაუწყებლის YouTube არხი. დროებით.